საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ კვირის ფორმულას. ტრადიციულად ამ დროს ხვდებით ერთმანეთს ფორმულას ეთერში. გიორგი თარგამაძე, ნინო ჟიჟილაშვილი, მიშა მშვილდაძე, სოფო ზურაბიანი და მე ვახო სანაია. დღეს ძალიან ესეთი თემებით დატვირთული გადაცემა გვექნება. მოკლედ ვუთხრათ თავში ჩვენს მაყურებელს და ვუთხრათ ასევე სტუმრების შესახებაც. აი ახლა სოციალურ ქსელში არის განგაში, ასე ვთქვათ, ისტორიის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ერთ-ერთი არის ეს სახელმძღვანელო ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელო, სადაც საოცარი რაღაცეები წერია, ამას უფრო გავშლით ცოტა ხანში, მანამდე ვუთხრათ თემები, მოკლედ ამ წიგნზე ვიმსჯელებთ, აქ არის ჩანაწერი განსაკუთრებით ომის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, რაც იყო ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა, მისი სიტყვით გამოსვლა. კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხოთ, ეს ასევე სააკაშვილს ეხება, ეს არის მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც შესაძლოა ყოფილიყო სააკაშვილის სიცოცხლისთვის სახიფათო. შემდეგ ეს არის მელიას საკითხი, ესე იგი კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებისგან გადატრიალების საკითხზე აღძრულ საქმეს. მელია დაბარებულია სუსში და ის უფრო მეც გვეტყვის, როგორც ვიცით, არაპირებს მისვლას აი ამ გამოძიებასთან სათანამშრომლოდ. აღარც მახსოვს სათვალავი ამერია მე რამდენია ეს უკვე თევლი თავისი საბურავების გადატრიალებები და ასე შემდეგ. ეს კიდე ახალი. ხო, და ეს უკვე ძალიან სასაცილო გახდა. ეს უკვე ბოლო საქმეა, ის პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება არჩევნების წინა დღეებში და თუმცა ცხადია მელიასთან ჩვენ ბევრ სხვა თემაზეც გვაქვს. რასაკვირველია ეს არ იქნება ერთ-ერთი ოპოზიციის სტრატეგიაზე, ნაციონალურ მოძრაობის პარტიულ მშენებლობაზე. და ასევე მეგობრებო, რაც ძალიან სახიფათო პროცესი გააგრძელა, მე ვიტყოდი, კი არ წამოიწყო, კარგა ხნის წამოწყებული აქვს ეს ქართულ ოცნებას, უკავშირდება მედიას, პრაქტიკულად ცენზურის დაწესების და შემდეგ გაფორმების, ესე იგი, ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდა და აქ ავანგარდშია მარეგულირებელი კომისია, რომელიც გასაგებია, რომ ასრულებს ხელისუფლების დავალებას, ამ თემასაც გავშლით და პასპორტების საკითხი, ორი მწვანე პასპორტი, რაც არა მხოლოდ გაუგებრობას ქმნის, არამედ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას. მოკლედ, ასეთი ამბებია. აქ ვახსენეთ, რომ ჩვენ შემოგვიერთდება კოლეგა ნინო ჯანგირაშვილი უკვე გადაცემის მეორე ნაწილში. აი, რამდენიმე ფრაგმენტი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აი ამ სახელმწიფოში. კი ბატონო. ყველაზე დიდი საფრთხე ამაში რაც არის ახლა წიგნში, ავიცი რო უთხრათ დაახლოებით რა ხდება, რაღაც ჩანაწერები არის, რით მიიქცია ყურადღება მიიქცია იმით, რომ ამ ისტორიის სახელმძღვანელოში გამოჩნდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილზე და ჩანაწერი არის საკმაოდ ისეთი რა დითირამბის სტილში მოხსენებული როგორც ცნობილი ქართული მეცენატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და აქ ცოტა ძალიან ცუდია ასეთი რამე, იმიტომ რომ საშიშია მოქმედი მმართველის ისტორიის წიგნში შეყვანა, ჯერ ხო ის არის, რა ქვია, აზრობრივად გაუმართავია წინადადებაც რა მოქმედს რა უნდა ისტორიაში. ხო და ხო მარტივად რო ეს არ არის მოქმედი. ეს რომ მოქმედი ხელისუფლება ხო ნუ ეხლა ეგ გასაგებია ეგ და ფოკუსები და მოკუსები თუ არ არის და მაშინ ის არის, რა ქვია, ხვალ რომ მივალ და ქეჩოთი რომ და იმას რა ქვია, მაგის რომელიმე მაღალი თავმდაბლობის პირს რომ დავითრებ, მაგა ხმა არ მოიყოს თუ არ არის მაშინ. და იქნება არა მოიყოს მე გამომეპასახე მე კარგი ხო აი ესეთი ჩანაწერია ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი. ხო და უხერხულია ასეთი რამის წერა ადამიანზე, რომელიც ხელისუფლებაშია მართლა ეხლა რა, მართული პარტიის დამფუძნებელია და მიმდინარე პოლიტიკური გახსენდა მიშა რა. რაღაცა ბელადომანის რისკი არის. არა, მე ბელადომანის წინააღმდეგ მე იქ ნახეს რომ მიშაზეც არის რაღაც ჩანაწერი.
რომ დაამარცხა კორუფცია, რაღაც რეფორმები ჩაატარა და მე მივდივართ უკვე აი აქ რა 2008 წლის ომთან. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ისტორიას სწავლობენ ამ წიგნით ბავშვები და ბიზნესთან დაკავშირებით თავი პრეტენზია ეგ არის, რომ ისტორიისთვის ეს კაცი ჯერ არ გაცივებულა. არ მოსულა. იმიტომ ეს მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებზე ასეთი მიშაზეც მე ვფიქრობ, რომ ხო ჯერ ადრეა, მიშაზეც ისტორიის წიგნებში წერა. თუმცა ომის კონტექსტში შეიძლება წერო ხო, რაც მოხდა, იმაზე იქ რაღაც ვარდების რევოლუციაც არის. ისეთი საკითხები უნდა იყოს შეტანილი. შეიძლება წერო უბრალოდ შეფასების ნაწილშია ცნობილი მეცენატი და ქველმოქმედია შეფასების ნაწილში. ჩემი აზრი ამ საკითხზე ასეთია, კი, უახლესი ისტორია უნდა ასწავლო ბავშვებს, მაგრამ რაღაც ფაქტები, რაზეც საზოგადოება თანხმდება, ეს იქ უნდა იყოს. მაგრამ შენ გააკეთო შეფასება. ხო, და მეორე პრობლემა, შენ შეიტანო ეს სკოლებში ისე, როგორც ხედავთ, რომ არჩევნებზე მასწავლებლებზე რა წნეხიც არის, ზოგადად განათლების სისტემაზე რა პოლიტიკური წნეხიც არის, ეს ძალიან სახიფათოა. მაგალითად, ომის თემაზე, რომელიც არაერთხელ ვახსენეთ, რამდენიმე წიგნია, ხო? ანუ ისტორიის. ორი ვნახე ჩვენ პირადად. აი, ეხლა გეტყვით ჩანაწერს 2008 წლის ივნის-ივლისში კვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმა, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის 6 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. საინტერესო ფრაზაა ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა. ეს დავიმახსოვროთ და გამოგვადგება. არა რუსულმა, ამიტომ გვამახსოვრებია. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 8 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 1000-ობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და 10,000-ობით ცოცხალი ძალა შემოიყვანა. მძიმე ბრძოლების შემდეგ ძალების აშკარა უთანასწორობის გამო საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან ჯარები გამოიყვანა. 8-10 აგვისტო. მთელი რუსული პროპაგანდა მთელ მსოფლიოში არის აგებული იმაზე, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ, რა თქმა უნდა, იყო ქართულ-ოსური კონფლიქტი. ამაზეა მათი პროპაგანდა აგებული. რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი იყო და რომ ომი შვიდში კი არ დაწყებულა, რომ ომი დაიწყო 8-ში, ჯერთი შვიდში კი არა, გაცილებით ადრე და მოსწავლეებს თუ ასწავლი, უნდა უთხრა რა background-ი აქვს ამ ყველაფერს. და 8-ში ეს თარიღი 080808, რაც თითქოს ლამაზად ჩანდა, ხო, რაღაც სიმბოლურად. სინამდვილეში რუსების მოგონილია იმისთვის, რომ აი ეს 8 რიცხვი გაამყარონ, რომ მათ დასახმარებლად გადმოდგეს ეს ნაბიჯი ცხინვალის რეგიონში. ხო, ანუ იმაზე რაც ქართულმა მხარემ. ფრაზა რუსული პრინუჟდენია к миру, რაც კრემლის ფრაზაა. ეგ არის ნაბიჯი. აი ეს არის ჩადებული აქ ისტორიის სახელმძღვანელოში, ანუ თავდაყირაა დაყენებული მთელი ისტორია და ერთი შეკითხვა კიდევ ერთი აი ამ მსჯელობების შემდეგ მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ გახსნან დისკუსია შემდეგ საკითხზე. შენი აზრით დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ კვლავ მეორდება იგივე, მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა. მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ შეცდომა ჩვენი ბრალია თუ არა ეს ომი. აქამდე დადის. მოდი გავხსნათ დისკუსია ნატოზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე და ასე შემდეგ. მოდი გავხსნათ დისკუსია იმაზე, საერთოდ უნდა ვიყოთ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, დსთ-დან უნდა გამოვსულიყავით თუ არა და ნატოს ვირჩევთ თუ ოდეკბ-ს. ცალსახად ქართულ წიგნებში შეტანილია რუსული ხაზი გავჩერდები ახლა თქვენ. სხვათა შორის ტალიავინის დასკვნა, რომელიც ძალიან სადავო იყო თავის დროზე ქართული მხარისთვისაც და შესაძლოა იქ ყველა ელემენტი არ ყოფილიყო ჩვენი ინტერესის გამტარი. იქ იყო ქართული მხარის ბრალეულობაზეც საუბარი, იყო რუსული მხარის ბრალეულობაზეც საუბარი, აი წერია, აი ფრაზა მინდა წავიკითხო და
ფაქტებს მაინც ნუ გაექცევიან, როდესაც ახალგაზრდებს აკითხებენ, ხო? არა, 7 არის, ბევრი რამე დეტალებში იქ ნახსენები, მაგრამ აქ წერია, რომ აგვისტოს დასაწყისში მოხალისეთა და დაქირავებული მებრძოლების დიდი ნაკადი შევიდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში როკის გვირაბის და კავკასიონის ქედის გავლით. ანუ ამ დასკვნაშიც კი რომელზეც ქართული მხარე მაშინ საქართველოს ხელისუფლება დაობდა და არ იყო კმაყოფილი ამ დასკვნის ყველა პუნქტი. ამ დასკვნაში წერია, რომ იმაზე გაცილებით ადრე ვიდრე ომი დაიწყო, ხო? რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს კუთვნილ ფარგლებში გადმოყვანილი ყავდა თავისი ჯარები, ხო? და თავისი საჯარისო ნაწილები, მებრძოლები და რა თქმა უნდა, ამისი უგულებელყოფა, მაშინ რახან ასეთ სახელმწიფო საფრთხე ეს მაინც დაწერე, ხო? აი ამას რატო არ წერენ, ხო? მე მაქვს კითხვა, ეს რატო არ წერია? იქ რომ ცოტა უფრო ადრე იქუსული არის მაგ დასკვნაში, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო კონფლიქტი, რომ ძალიან დიდი ხნის პრეისტორია ქონდა. მაგ დასკვნაში ამაზე საუბრობენ, ეს არ იყო კონფლიქტი, რომელიც იმ თარიღში და იმ თარიღზე დაიწყო. ეს იყო წინა ისტორიის მქონე შევიწროების შეიარაღებული ღია ცალსახა აგრესიის შედეგი ეს ყველაფერი, რომელიც გრძელდებოდა მთელი თვე და არ იყო კონკრეტული 7-ისა და 6-ზე და 8-ზე საერთოდ საუბარი. თქვენის ნებართვით ერთს რამესაც წავიკითხავ. დისკუსიის გახსნა რეალურად აქ არის ლაპარაკი, ვინ დაიწყო ეს ომი. შემდეგ აზრები თუ გაიყოფ ამ მასწავლებელს რა როლი აქვს ასეთ შემთხვევაში, ესეც ძალიან საინტერესოა და გაგახსენებთ ეს შეკითხვა ხომ წავიკითხეთ. როგორ დაიწყო რაც წერია, იმას ეტყვის. როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ დაიწყო ყველაფერი? რაღაც გაუგებარი ბანდფორმირებები ისროდნენ 3 დღის განმავლობაში ქართული სოფლების მიმართულებით. არავინ ჯერ არ იყო მოკლული. მხოლოდ ერთ სახლში შევარდა ნამსხვრევი. მას მერე 3 დღე ტელევიზიით აჩვენებდა. ბიზნეს ციტირებს. აუცილებელი იყო ამ სახლების სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია, ევროპელთა გამოძახება დამკვირვებელთა, შესაძლოა ამით ყველაფერი დამთავრებულიყო. მან კი რა გააკეთა? შეიყვანა ტანკები, ჰაერში ააფრინა თვითმფრინავები, რის შემდეგაც საქართველოში რუსეთის რეგულარული ნაწილები შემოვიდა. სააკაშვილს არ უნდა epasuxa. შეკითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ 10 წლის წინ გასცა, აი ამ შეკითხვაზე. ხო, სინამდვილეში რატო ლაპარაკობთ ამაზე, მართლა მნიშვნელოვანი რატო არის ძალიან რა, იმიტომ რომ ეს არის ახლა აი აქ რა წერია სახელმძღვანელოში და ეს სახელმძღვანელო ხო როგორ თქვა და ეს თავისუფალ მიმოქცევაში არსებული ლიტერატურა არ არის რა. ეს არის რომ უნდა გაიაროს უწყებებმა იმუშაონ, განსაზღვრონ სახელმწიფო. სავალდებულო სასწავლია, ხო? გარდა იმისა, სავალდებულო გრიფირება უნდა გაიაროს კონტენტზე, შინაარსზე, იმაზე. ანუ ეს არის რომ სახელმწიფო ბევრ სხვადასხვა შრეში იღებს პასუხისგებლობას იმაზე, აქ რა მოხდება საბოლოო ჯამში რა და თუ აქ მოხდა რუსული პროპაგანდა, ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო აღარ არსებობს. აი აქ ყველაზე მეტად დაცულ ადგილას ტელევიზორში კი არა, ან სადმე რომელიღაცა ესეთ 15-დან ერთ პარტიას კი არა. მე თქვენს ადგილზე ერთ დეტალს ტექნიკურს მივაქცევდი ყურადღებას, რაც ძალიან ჩემი აზრით შესამჩნევი და მნიშვნელოვანია. საიდან ახლა ხო სანაია ან რომელიმე თქვენგანი რომ ამ ისტორიის წიგნებით არ სწავლობს საქართველოს უახლეს ისტორიას გასაგებია ხო ანუ არც შვილები იყავ ჯერ იმ ხელა რომ მე-9 კლასში იყოს მე მიწევდა მაგ პერიოდში მანდა მაინც დიდ დროს ვერ უთმობთ სამწუხაროდ მაგრამ მაგასაკის შვილები როცა ყავს ხან გაკვეთილს იბარებ ან მაგიდაც დადებული შეგხვდება ეს წიგნი და მე არაერთხელ გადამითვალიერებია მაგრამ ჩვენ ამასაკის ბავშვები ახლა უკვე ან ჯერ არ ყავს და ან უკვე დიდები არიან ჩემები ეს ყველაფერი თვალში მოხვდა რადიო თავისუფლების ძალიან საინტერესო მიმოხილვით რაც ასწავლიან ქართულ სკოლაში და შემდეგ სხვა ჟურნალისტები მედიები დავინტერესდით ასე ვთქვათ მაგრამ ამ წიგნით ხო ჩვენ სკოლებში უკვე ასწავლიან და წიგნს ხო მასწავლებლები ასწავლიან. არ არის ესე? ესეა. ამდენი ხანი რატომ ვერ გავიგეთ? თქვენ ესე აღშფოთით და აგერ სანაია ვერ დავაწყნარეთ პირველი 15 წუთია ხო? და მართლა ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები არის გამომდინარე იქიდან რასაც უკვე გავეცანით ჯერ მარტო ნაწილს და დეტალებს. მართლა მაინტერესებს ჩვენს პედაგოგებს თუ გაუჩნდათ შეკითხვები ამასთან დაკავშირებით, თუ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, თუ მოიკითხეს ზოგადად, აი რა არის, რა ფორმით არის ეს მიწოდებული, ან როგორ უნდა ვილაპარაკოთ ამის თაობას და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ყოველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში ასეთი დისკუსია, თუნდაც ჩვენი ისტორიის მასწავლებლების მხრიდან არ გამოსულა, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში, რაც მე არ გამიგია. დიდი პრობლემაა ჩვენს ალბათ თავს. აი რატო ვამბობ ამას, რომ ჩვენს
სამინისტროს ყავს მინისტრი, რომელიც ნაცვლად იმისამ, რომ წარმოადგენდეს არათუ რიგითი პედაგოგებისთვის, მთელი საზოგადოებისთვის მაგალითს ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, ინტელექტის მატარებელი ადამიანი რომ იყოს, რომელიც კონტექსტს იაზრებს და მეორეს მხრივ პოლიტიკურ კონიუნქტურას ასე ძალიანად ჩაყოლილი არ არის. გასაგებია რომ თავის საქმეს რო გააკეთებს კარგ ნორმალურ დონეზე, ამაზე ვსაუბრობ, ხო? ამაზე ვსაუბრობ ზუსტად და ჩვენ გვყავს განათლების მინისტრი, რომლის მთავარ მიღწევად, რითაც თავი დაამახსოვრა ზოგადად საქართველოს საზოგადოებას, არის მისი ეს უცნაური უკან დაუხეველი შედარებები წმინდანთან და ასე ვთქვათ მართლაც საქართველოს ისტორიისთვის გამორჩეული მასშტაბის ისტორიულ მოღვაწესთან ექვთიმე თაყაიშვილთან ბიძინა ივანიშვილის, ხო? ამიტომ ჩვენ გვაქვს აი ეს სისტემა, რომელიც პარალელურად სუსის ძალიან კაცრი ხელით კონტროლდება. ეს სქემები არაერთხელ გამოგვიქვეყნებია ჩვენსავე საგამოძიებო სიუჟეტებსა და რეპორტაჟებში და ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც აბსოლუტურად ტოტალიტარული სისტემებისათვის დამახასიათებელი ჩონჩხი ინფრასტრუქტურა შეიქმნა, ამის მართვის მექანიზმები მუშაობს და უკვე შინაარსითაც მეტნაკლებად ივსება, როგორ გაატარონ ის სასურველი ნარატივი, რომელთან დაკავშირებითაც სტერეოტიპები უკვე მოზარდებს უნდა ჩამოუყალიბდეთ აქტიურად და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ სახელმძღვანელოებიდან მიღებული ცოდნით სკოლა დამთავრებული ბავშვები უახლოეს წლებში არჩევნებში მიიღებენ უკვე მონაწილეობას. და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი არჩევნების მერე თხელდება მასწავლებელთა ის წრე, ვისაც განსხვავებული აზრის მიტანა შეუძლია მოზარდამდე, იმიტომ რომ ჩვენ აი რეპორტაჟები მართლა ამ არჩევნების შემდგომ ნახეთ, რომ სკოლის დირექტორები შეცვალეს, იმ სკოლის დირექტორები, რომლებმაც ვერ იმუშავეს სათანადოდ თუ რაღაც გავსი და სულ მახსენდება საოცრად შემაძრწუნებელი ია კერზაიას ამბავი ასეთ დროს, როცა ადამიანი ფაქტობრივად გადაყვა ამ პარტიულ კონიუნქტურას. თუმცა მსგავს მდგომარეობაში ძალიან ბევრი აღმოჩნდა ჩვენ სახელებითა და გვარებით ვაჩვენეთ ეს ადამიანები, უბრალოდ მათმა ჯანმრთელობამ გაუძლო, მათმა გულმა გაუძლო უბრალოდ. თორე არანაკლებ ზუსტად ისეთივე, ასე ვთქვათ, ხორცსაკებ მანქანაში ძალმომრეობის და რეპრესიის გაატარეს არაერთი სკოლის დირექტორი მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს ადამიანები დღეს ჩამოცილებულები არიან სკოლის მმართველობას. მოგეთ ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში ასეთი რაღაც ხდება, ეს არის ძალიან მიზანმიმართული, იდეოლოგიზირებული დატვირთვა სკოლის მოსწავლეებისთვის, შეთავაზება ხდება ანტიქართული შეიძლება ითქვას, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის და კონტექსტების და იქვე ალბათ, რა ვიცი, მასწავლებელი, რომელსაც ევალება, რომ იქვე დისკუსია აწარმოოს ამ თემაზე, ფაქტობრივად იმაზე ვინ დაიწყო ომი, ეს არის კითხვა, რომელზე პასუხებიც ვიცით როგორი აქვს, სწორი პასუხები, ხომ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრეზიდენტის ჩათვლით და ივანიშვილის ჩათვლით, ხომ? სწორი პასუხი რა არის, ესეც ნაკარნახებია უკვე და ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა შედეგით ასრულებს მონდომებული ბჭყალებში მასწავლებლის შემთხვევაში მოსწავლე ამ კლასს, ანუ რა გონია მას, რომ რა მოხდა 2008 წელს. აი რა მოხდა 2008 წელს, რომ რამდენიმე სოფლიდან ვიღაც გაუგებარი დაჯგუფებები ისროდნენ, ამაზე რაღაცა საქართველოს ხელისუფლება ისე აღშფოთდა, რომ გადააჭერბა და გადაახტა თავის თავსას და რა ეკნათ მე რუსებს შემოვიდნენ და დაგვაწყნარეს, გაგვაშალეს, აბა რა გაიკეთებინათ. ასეთია ხომ კონტექსტი. ეს არის იდეოლოგიზირება, ეს არის უკვე ჩასვლა სკოლის მოსწავლეების დონეზე და ახლა იქ კიდევ სახელმძღვანელოში პორტრეტის გაჩენა, ქველმოქმედის პორტრეტის გაჩენა, არ ვიცი ხა ექვთიმე თაყაიშვილს მართლა ღვთისკაცი ქვია ხომ საეკლესიოთ, აი მართლა შევხედოთ საკუთარ თავს, ვინც ვართ სხვადასხვა მოსაზრებების წარმომადგენლები, საკუთარ გულში ჩავიხედოთ, აი ქართული ოცნების წარმომადგენლებმაც, მათ შორის მხარდამჭერებმაც არის ბიძინა ივანიშვილი ღვთისკაცი? აი ამის თქმა ვინმე სახა დღეს შეუძლია? რა ექვთიმე თაყაიშვილი მართლა რაზე ვლაპარაკობთ და რას განვიხილავთ საერთოდ? აი როგორ უნდა ამბობდეს ამას ვინმე და როგორ უნდა ბედავდეს მე აი ამავე კონტექსტის ფაქტობრივად ბავშვებისთვის სახელმძღვანელოში შეტანას. აი ელენე ხოშტარიამ დაანონსა სხვათა შორის დაუსრულებელი აქცია, ვიდრე არ მოხდება ამ ყველაფრის გადახედვა. არ ვიცით რამდენად გვეყოფა ჩვენ ძალები, მაგრამ მართლაც და იშვიათად გამოხატავ ჩვენ ასეთ პირდაპირ მხარდაჭერას, ხომ რაღაცა კონკრეტული კონტექსტების თუ პოზიციების თუ პარტიული აქტივობების მიმართ, მაგრამ თითოეული მოქალაქის ვალია, რომ აი ესეთ დეტალებზე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ როგორც საზოგადოება და
შემდეგ მოვახერხოთ, რომ შედგეს ჩვენი ქვეყანა. იცი რა საჭიროა ომი ტანკებით, როცა ძალიან მარტივად აგერ განათლების სისტემაში შეუძლია შემოვიდეს რუსულ პროპაგანდას და პირდაპირ მომავალ თაობას უთხრას, რომ აი ასე უნდა იაზროვნო შენ. Რაღაც საჭირო აქვს ტანკებით შემოსვლა, არავითარი საჭირო ამის შემდგომ არ არის და ეგ არის ყველაზე დიდი საფრთხე. ჩვენ ვლაპარაკობთ განათლების სისტემაზე, რომელსაც ბავშვები პირდაპირ გაგებით ეხოცება, ხო? უნდა ვახსენოთ აუცილებლად ის ძალიან ცუდი და ტრაგიკული ფაქტი, რომელიც უკავშირდება კიდევ ერთი მოზარდის მკვლელობას გუშინ თბილისში, ახალგაზრდა ბავშვი მოზარდების სხვა ჯგუფის მიერ ჯერ ნაცემი და შემდეგ უკვე სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი და გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, მის ოჯახს და მეგობრებს აუცილებლად უნდა უთხრათ სამძიმრის სიტყვები და სამწუხარო არის ის, რომ ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი და საზოგადოების დამოკიდებულება ხანდახან მარტო რაღაცა კრიმინალური ქრონიკის დეტალებს ვერ ცდება ხოლმე თუ რაღაც დაუშვათ ზაზა სალარიძის მსგავსი მშობლების ან სხვათა გამოხმაურება არ მოყვა. ძალიან სამწუხარო ფაქტი არის თავისთავად ეს და მეტყველებს იმაზე, როგორ რამდენად, ასე ვთქვათ, არა მარტო განათლების სისტემას, არამედ ზოგადად საზოგადოების ყურადღებას აცდენილები არიან მოზარდები, ახალგაზრდები ქუჩაში და ამ ხრივ საკმაოდ მძიმე და რთული სიტუაცია არის. და სუსი ახსენა ყველამ თითქმის როცა მასწავლებლების გაკონტროლებაზეა ხომ საუბარი, რაღაცნაირად ცენტრალიზებულია ეს სისტემა, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, რომ ყველაფერი ყველა სეგმენტი მივიდეს პარტიამდე, რაღაცნაირი პარტიული ხაზი რომ გატარდეს ყველაფრის მიმართ და სუსი ახსენეთ, თქვენ დაბარებულია ნიკა მელიაცო. აი პარტიული განათლება ყველგან ზედა სადაც ვაწყდებით რაღაცა ისეთ პრობლემას ან ხაზის გატარების სურვილს, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. არა და რეალურად რას უნდა აკეთებდეს მიშა ეს სამსახური ამ ქვეყანაში? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ყველაფერს ალბათ პარტიულ ხაზამდე ყველაფრის მიტანის გარდა, ხო? მელიასთან გოინ საინტერესო კითხვა, მართლა რა საქმეზეა დაბარებული, ხო არ შემოვიყვანოთ ამას? ნიკა შემოგვიერთება. შემოგვიერთება, მანამ ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს კვირა, რა თქმა უნდა, ამ კვირის განმავლობაში ძირითადი პოლიტიკური ინტერესი მიყრობილი იყო სასამართლო პროცესის მიმართ, ვახომ ახსენა თავის შესავალ სიტყვაში. ასევე წინა პლანზე წამოვიდა კვირის ბოლოს უკვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიკამენტები, რომელიც მას ჰქონდა დანიშნული და იღებდა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. ამის თაობაზე ქალბატონი გიულით საუბრობდა, უკრაინელმა ადვოკატმა თქვა, რომ კაცი რო შევედიო, ვეღარ ვიცანიოსო სხვა ადამიანი ნახტობს საერთოდ და ახლა უკვე ისმის გარკვეული განმარტებები იმასთან დაკავშირებით რა შეეძლო ეს გამოეწვია, მათ შორის ქალბატონმა ჯიშკარიანმა უკვე მიუთით და მას არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა კონკრეტული მედიკამენტის შესახებ, რომელიც მისი განმარტებით ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის არ უნდა დანიშნულიყო. ანუ სააკაშვილს ასმევდნენ ზედმეტ დოზას რაღაც წამლის, ეს აქამდე მივიდა ეს ამბავი? სხვა ექიმების განმარტებით ითქვა, თითქოს ეს იყო ჰოლანდიელი ექიმის მიერ კოვიდის შედეგების განეიტრალებისათვის დანიშნული მედიკამენტი. შემდეგ ითქვა ალბათ მარიამის მხრიდან, რომ ეს კიდევ სხვა მედიკამენტია, რაც ბატონმა ყიფშიძემაც დაადასტურა და ამავე დროს საუბარი არის ამ მედიკამენტის ზედოზირებაზე, ანუ იმაზე უფრო დიდი ოდენობით მიცემის რეკომენდაციას და მიღებაზე, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის უნდა დაენიშნათ. ეხლა ჩვენ ამის სპეციალისტები არ ვართ და ეს არის სისტემა, რომელიც სერიოზულ შესწავლას საჭიროებს, იმიტომ რომ მათ შორის უკავშირდებოდა მის სასამართლოზე გამოსვლის დღეებს და მომენტებს, უკავშირდებოდა ბევრი ისეთ რომ არ გამოგვივიდეს მინიმუმ კითხვების დასმა საჭიროა. პირდაპირ თქვა ქალბატონი ჯიშკარიანს, რომ ამას ეწოდებაო, ასეთ ფრაზა იხმარა ფარმაკოლოგიური წამება. ასეთი ტერმინიც არსებობს როგორც ჩანს და სხვა ტიპის ანუ პატიმრობაში მყოფი ადამიანების მიმართ გამოვლენილი წამების სხვა ასე ვთქვათ ტიპების გვერდით ასეთი რამ არსებობს. ნუ ეს ადამიანები არიან საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები. იციან ამ ტერმინების ხმარების უკან რა ფაქტობრივი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს და ესეც ალბათ დროთა განმავლობაში გამოჩნდება. ნიკა მელია შემოგვიერთა უკვე სტუდიაშია.
მოვბრძანდით საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ჩვენ დავიწყეთ თუ თქვენოთ საუბარი მართალია სკოლის სახელმძღვანელოთი დავიწყეთ, მაგრამ სკოლის სახელმძღვანელოებშიც კი შეაღწია პოლიტიკა. შეაღწია მათ შორის გეოპოლიტიკამაც. ამაზეც გვექნება დღეს საუბარი, მაგრამ პრობლემები, რომელიც საქართველოში ცუდი მმართველობისა და ავტორიტარული მართვის სტილთან დაკავშირებით არსებობს, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ სერიოზული მსხვილმასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებებით. ეს ცვლილებები ნორმალურ ქვეყანაში უნდა მიიღწევოდეს არჩევნებით. ჩვენნაირ შედარებით არანორმალურ ქვეყანაშიც კი მე დემოკრატიის მდგომარეობა მაქვს მხედველობაში. ასევე ვფიქრობთ, რომ არჩევნებით უნდა შეიცვალოს ყველაფერი. მაგრამ თქვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეჭვმიტანილად მგონია, რომ მიგიჩნევთ იმაში, რომ სხვა გზებითაც ცდილობთ აქ სახელმწიფო წყობილების შეცვლას, ყოველ შემთხვევაში დაბარებული ხართ საქმესთან დაკავშირებით, რომლის სახელწოდებაც არის სწორედ ასე ვთქვათ, გადატრიალების მცდელობა. თუ შეგიძლიათ დავიწყოთ მოდ პირველ რიგში ალბათ ამით, შემდეგ ჩემს კოლეგებს სხვა შეკითხვებიც ექნებათ, თუ დააზუსტეთ რა საქმეა ეს, რასთან დაკავშირებით გიბარებენ, ქონდა თუ არა გასაუბრება გამწივი. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დღეს ერთო ჩემმა პარტიულმა მეგობარმა ხუმრობით მითხრა, არატრიალებს სახელმწიფოს და მაინც გაბრალებინო და მართლა გადაატრიალიო, მოდი ისეთ რა რეჟიმი რა, არც ვიცი საიდან დავიწყო იმდენად რაღაცა საფუძველი მაინც რო არსებობდეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრებდი, უბრალოდ სასაუბროს არ მაქვს, იმაზე გითხრათ, რომელიღაცა საეთერო, რომელიღაცა ეთერი მათთვის გახდა საინტერესო, მე ეჭვი მაქვს, რომ ორ გადაცემაში ვიყავი ბოლო დღეებში. აქ არ ყოფილ ხარ? აქ არ ყოფილ ვარ დიახაც. ის ბრალია რომ არ ყოფილ. გადაცემა ყოფილ, ისე დავიწყე, ისე ვთქვი, ისეთი რამ ვთქვი, შეიძლება აქაც გაცდეს ეჭვი. როგორც ჩანს უყურებენ ყველა გადაცემას, ყველა პოლიტიკოსის გამოსვლებს. მე მანამდეც მქონდა ინფორმაცია, რაღაც სპეციალური დეპარტამენტი არსებობს, განყოფილება, რაღაც Facebook-ის მონიტორინგის სამსახური მართლაც არსებობს სუში, რომელიც მონიტორინგს უწევს Facebook პოსტებს, აი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების პოსტები დაკვირვების ქვეშ არის და განსაკუთრებით ალბათ ეთერებს უყურებენ. სულად წარმოუდგენელია, როდესაც ღიად ადამიანი გიკავშირდება და გეუბნება, რომ კონკრეტული ეთერიდან გამომდინარე თქვენი დაკითხვა გახდა აუცილებელი. რაღაცა თქვი ღია ეთერში, რის გამოც გიწვევთ ახლა ჩვენ სუსშიო, ესე პირდაპირ გითხრეს? დიახ, ესმე შეტყობინებაში ის მწირი ინფორმაცია, რაც მომაწოდა, იყო შემდეგი, რომ კონკრეტული სატელევიზიო გადაცემიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი თქვენი დაკითხვა. რას ყვებოდი ამ გადაცემაში? აი მართლაც იმიტომაც თქვი, არა მაქვს არაფერი სასაუბრო თან ხო ვიტყოდი. და ეს საქმე არის სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული, მე რამდენჯერ ჩემზე კარგად გახსოვთ, ხო წლების განმავლობაში, ეხა ბოლო აღძრული საქმე პირველსა და მეორე ტურს შორის არის, რის ფარგლებში 13 ადამიანი დაკავებული ყავთ, ერთი თბილისში დააკავეს, ყოფილი პოლიციელი და ორი ზუგდიდში. და მე უბრალოდ განვითარება ვერ ჰპოვა და ზუსტად ჩემი გვარაუდით ამაზე მისაუბრია ამ ყველაფერში დიდწილად ოპოზიციამ შეუშალეთ ხელი, იმიტომ რომ იმ რაღაც დაგებულ მახეების პროვოკაციების სახით არ წამოვეგეთ და თუ კი წამოვეგებოდით ამის შემდეგ უბრალოდ დადებდნენ ზედაპირზე იმ საქმეს, რომელიც არ არსებობს ბუნებაში. ამიტომ მე აქედან გამომდინარე, იცით, მართლაც აი შინაგანად ძალამ რაც მიკარნახა, ბევრი არ მიფიქრია, მივიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მე ვიღე და ვთქვი, რომ არ მივალ, ისეთ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემი წილი ვიბრძოლო თავისუფლებისთვის და მგონია რომ უბრალოდ ადამიანი, ვინც პულტით ხელში, სუში თვალყურს გვადევნებს და მისი ხელმძღვანელის უკანონო დავალებისამებრ გადაწყვიტავს, როგორც მოეპრიალება დაიბაროს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი ან არაპოლიტიკოსი დაკითხვაზე იმ უწყებაში, რომელიც ბოროტების განსახიერება და თუ კი მართლაც რაიმე ცუდი პირდაპირ ვთქვათ ამ სახელმწიფოს სჭირს თავი და ბოლო არის სუსი, მე უბრალოდ არ მინდა რომ ვიყო ამ ყველაფრის მონაწილე. არც სუში ვაპირებ მისვლას ამ საქმის ირგვლივ და არც ნებისმიერ სხვა ასე ვთქვათ შეიძლება გართულება მოყვეს. სხვა უწყებაში იქნება ეს სასამართლო თუ სხვა. გასაგებია, მაგრამ იცით რა. ნანახი გაქვთ თქვენ. იცით, უბრალოდ საფუძველი, ნებსი დოგუნებით მაშინ ვიღებ ამ თამაშის წესებს, იცით? მე ხა საზოგადოებას
ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, უფროს თაობას ყოფირდები, რომ უსამართლობის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, მეტად უნდა დავდგეთ, შეუპოვრები უნდა ვიყოთ და როდესაც უბრალოდ იოტისოდენა საბაბი არ არსებობს, ადამიანმა დაგრძოს ბრალი სახელმწიფო გადატრიალებაში და ამაზე საუბრობენ 3 თვის განმავლობაში, ხან მინავდება მათი ამ თემაზე საუბარი, ხან გააქტიურდებიან და როცა მოეპრიალებათ აი ესე უბრალოდ როგორც მარიონეტი ვიყო მათ ხელში არ გამოვა, იცით? იმიტომ შინაგანად რწმუნდები, თუ კი ამ ანკეს ვეგები, სუსტები, პირდაპირ გეუბნები და ანებით თავი უბრალოდ პოლიტიკას და პოლიტიკოსობას რა. ადამიანურად გძნობ რომ ვიღაცა ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს უკანონოდ და მე ის გადაწყვეტილება მიკავშირდება მე და მე ვიცი რომ აბსურდულია და დიახაც ვუწყობ ხელს ამ სტანდარტის დაწესებაში რა. ნიკა არ გონია რომ მიოჩველი მარტივად თამაშობს, ძალიან პატარ-პატარა ამოცანებს და პრობლემებს გიქმნით. ნახეთ, აი მთელი ერთი თვე იყო თემა, გადაიყვანდნენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში. თვეების განმავლობაში იყო და კვირების განმავლობაში იყო თემა, მოიხსნიდი თუ არა ამ სამაჯურს. ნახეთ ის ბოლოს რომ ის როლე სამაჯური აქციაზე. აი ახლა მიდის თუ არა ვთქვათ საქმე ისევ იქამდე რომ აი თქვენ შეგექმნათ რაღაც პრობლემა, რომლის გადაჭრაზე წაიყვანს ხელისუფლება. არა, ამ ორ კონკრეტულ ფაქტ, მარტო ამ ორ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით რო ვისაუბროთ, ძალიან მოკლედ. პირველი შემთხვევა ნამდვილად არ შედიოდა მათ ინტერესში და მართლაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია მაშინ მოახერხეთ, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ავალაპარაკეთ და დადგა კაფიოთ ოპოზიციის მხარეს, არა დემოკრატიის მხარეს, მაშინ როდესაც ნიშანწყალიც არ არსებობდა, არ მინდა უბრალოდ 23 თებერვლის შემდეგ არანაირად არ შედიოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, არც ის შედიოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაც იკადრეს ადამიანური მოპყრობა ასეთი რეზონანსი მოჰყოლოდა საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე ბოლო ეტაპზე განსაკუთრებით მე ვფიქრობ ეს მის ინტერესში და რეჟიმის ინტერესში არ შედიოდა და პირიქითაც ვფიქრობ სიმართლე გითხრათ გამარჯვებები ეტაპ-ეტაპ არის მოსაპოვებელი მანამ სანამ საბოლოო გამარჯვებას მოვიპოვებთ. აი თავში რაზეც საუბრობდით თქვენ მართლაც მე არავისთვის არ ვაპირებ არც საყვედურის თქმას, მაგრამ ჩემს აზრით რაღაცა ილუსტრაცია იმ მდგომარეობისა, რაშიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის და გამოსაფხიზლებელი არის. მთლიანად საზოგადოება ბევრი მიმართულებით, ეხლა 3 თვეა ხო საშუალო სკოლებში დაიწყო სწავლა, ხო? ეხლა რაზე თქვენ საუბრობთ პირველ განყოფილებაში ბიძინა ივანიშვილის თაობაზე, რომელიც მე-9 კლასის მოწაფეებმა უნდა ისწავლონ, ხო? ეხლა რო არა რადიო თავისუფლება ну არც ერთმა შობელმა ხმა არ ამოიღო. ფაქტია, ხო, სწავლობდი დაიწყო სექტემბერში. სექტემბერში დაიწყო სექტემბერი. მეგობრებიც წერენ, რომ ძალიან ბევრს აქვს მე-9 კლასის სახელმძღვანელო და ჯერ არ არის როგორც შესული ყველა კლასში, ამიტომ ყურადღება შეიძლება სკოლის ადმინისტრაცია შედის და შობელს არა. ხმა არ ამოიღო, მოდით სიმართლე ვთქვა, ეხლა. ფერმა არ ამოიღო, ფერმა აქცენტი უფრო პედაგოგებზე, იმიტომ რომ მე როგორც ხვდები, ეს ციგნის დასასრული ნაწილი არის და ეგ ჯერ არც მოსწავლეები არ არიან. ნუ არც სტამბაში, არც რა ეტაპებსაც გადის. რა ეტაპებსაც გადის. არავინ, ნუ აი არც ჩათვალა საჭიროდ რომ ჟურნალისტისთვის მოკლედ პრივატულად მაინც მოეწერა, ხო? ერთი კეთილსინდისიერი ადამიანი რომ დახვედროდა, ხო, ამ საქმეს, პროფესიონალი და პლუს კეთილსინდისიერი, ხო? ამისთვის ვარ ჩვენ ახლა მაგალითად ჯიმში რეხვიაშვილი, რომელსაც ეს ყველაფერი გამო. ესეც ლაკმუსის ქაღალდია ჩემის აზრით, მე რეაქცია ეხლა. წევრი ვარ და ნიკა, მოდი სხვაგვარად შემოვატრიალოთ სიტუაცია. ამიტომ ამაში ბოლომდე არ გითხრათ, იმიტომ რომ აი ეს ორ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და 23 თებერვალთან დაკავშირებით, 23 თებერვალთან დაკავშირებით მე არ ამგონია, რომ რეჟიმი არ დასუსტა, ну მისი ბუჯეტი. აღწევთ, მაგრამ ეს შედეგები საბოლოო ჯამში დიდი შედეგისთვის რა ეტაპია ამას? არა, ვიცით, ჩვენ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე, როდესაც ფესვები გაძლიერებული, ანუ ღრმად გამდგარი რეჟიმი არის შენი მოაწინააღმდეგე ფესვებში, ხო? ხა ადამიანი, რომელიც თავიდანვე აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს, ფინანსურ რესურსებს, რომელსაც წვდომა აქვს ყველაფერი იმასთან, რასთანაც არ აქვს დემოკრატიულ ოპოზიციას წვდომა და არათანაბარ პირობებში იმყოფებით, ეხა არ არის ადვილი ბრძოლა და
ყოველთვის ოპოზიციის დღის წესრიგით პროცესები არ ვითარდებოდა. ამაში კი ბატონო, გეთანხმებით, ხა, როდესაც შეუძლიათ აქვთ ის ბერკეტი, რომ ერთ კალენდარულ წელს 100 მილიონით, თითქმის 100 მილიონით დაფინანსება გაუზარდოს სუს. ეხლა მიშა შვილდაძეს 100 მილიონი სამსახური შეუქმნათ და 100 მილიონით ბიუჯეტი გაუზარდოთ და ოპოზიციის ხარდაჭერი რო გახდეს. ეხლა წარმოიდგინეთ, რამდენად გაგვაძლიერებს, ხო? ხო, წარმოიდგინეთ, ეხლა მთელი X კოლექტივი თანამშრომლების რაც კი მოდული შენობაში მუშაობს, ყველას აქვს თითქმის ერთადერთი ვალდებულება იმუშაონ განსხვავებული პოზიციის წინააღმდეგ და არავითარ შემთხვევაში ჩვენ სამეზობლოში რა ხდება, არც დაზვერვის გაძლიერება, არც კონდაზვერვის გაძლიერება, აი თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ახლა მეგობრებო, ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ადამიანი არ არის ხმის ამომღები. ეხლა მათი ეწოდებული პრეზიდენტი და პრაქტიკულად დანარჩენი საზოგადოება, ხო, აფხაზეთში განსაკუთრებით ანუ ძლიერი ორგანიზაციები დაუპირისპირდნენ პრეზიდენტს, ხო, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და რაშიდებენ, იცით, რომ მან გაყიდა სუვერენიტეტი და ჩვენ კი არ მოყიდა სუვერენიტეტი, ანუ საქართველოს, არამედ რუსეთს მიყიდა და საკითხი ეხება რაღაცა 60 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა დაერეგისტრირებიათ თურმე რუსეთისთვის ნაკისი ვალდებულება ჰქონიათ, იქ სადაც ბაზებია განლაგებული გალის რაიონში და გუდაუთაში და არ გააკეთეს ეს ყველაფერი და ძალიან მძიმე პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ადამიანი ხმას არ იღებს, ხო, არც პოლიტიკოსი ქართული ოცნებიდან, არც შესაბამისი სამსახურები არ მუშაობს და მართლა სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იდგეს, ბევრჯერ ისაუბრებთ, აი ამ ვითარებით შეიძლებოდა დიდი სარგებელი გენა, ახლა იქ რაც ხდება. ამიტომ სულ 20 საათის განმავლობაში დიახაც კი იქნება დაცემები სოფო იქნება დაცემები, იქნება დაპატიმრებები. 14 დღეს გავდიოდი დილით პარტიაში. 14 ადამიანი ყავს დაპატიმრებული. ერთ-ერთი არის, ნუ ძალიან ცინიკურად დაკავებული დაპატიმრება, წინასაპატიმრებაშია ორი თვით ვიდეო კადრებიც დღეს ვნახე პირველად. უბრალოდ პირბადე არც კი ჩამოხსნა რა იმ პოლიციელს. უბრალოდ აი თითქმის ჩამოხსნა პირბადე უბრალოდ. არც ჩამოახია და ამის გამო დაკავებული. ახალციხეში დააკავეს საკონდიტორში მუშაობს ის ბატონი და 14 ადამიანი არის სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ და კი ბატონო, ხვალ მე ასვანად არ გამოვა პირდაპირ უნდა ვიყოთ ძვირფასო მაყურებლობა, არ გამოვა სხვანაირად რა. არ გამოვა თეთრი ხელთათმანებით ამ რეჟიმის დამარცხება, ისე რომ ეხა პატიმრობის შეგვეშინდეს. ეხა მე რა მაგალითად მიწევით, აი მაყურებლებს ვთხოვ, უნდა ანუ დავემორჩო 60 დღეში რომ დამიძახოს კიდე და შემაჩვიონ ამ ყველაფერს და კვირაში ერთხელ რომ დამიძახოს ვილუაშვილის უწყებამ არაფრის გამო ბავშვით ატუზებული ამატუზონ იმ კარებთან და დამაყენონ ნახევარი საათი 40 წუთი და დამამცირებიონ თავი მე ჯანდაბას კი მე გეტყვით მაგის აპასუხოდ რა უნდა აკეთოთ რომ ეგ არ მოხდეს. ზოგადად მგონია რომ ისინი შეტევაზე მაშინ გადმოდიან, როდესაც თქვენ მოისუსტებთ და როდესაც ამ ხრივ გარკვეული ვაკუუმი ჩდება ხოლმე. სუსის რომელიღაც გამომძიებელი კი არა, სუსის ხელმძღვანელი საერთოდ თავს ვერ უნდა ყოფდეს საჯარო სივრცეში და პოლიტიკურ ინსტიტუტებში. მას შემდეგ რა ჩვენ ვნახეთ და ამის კუდი ჯერ კიდევ ასე ვთქვათ მოყვება და კიდევ მედია შევიკავეთ თავი მაქსიმალურად რომ ეს რამდენიმე მეგაბაიტი ინფორმაციის რომელიც თითქმის ყველა მედია საშუალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და მასობრივ ტოტალურ კონტროლს თვალთვალს მიყურადებას გულისხმობს ჩვენი საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის და ფენის ეს ყველაფერი უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამ დროს ჩვენ გვაქვს პარლამენტი, რომელმაც ფაქტობრივად ფუნქციონირება განაახლა. იქ არის ოპოზიცია წარმოდგენილი, არ აქვს შემთხვევით არანაირი მნიშვნელობა კონკრეტულად რომელიმე პარტიის პასუხისმგებლობაზე არ გადამოგვს საქმე და უკვე მერამდენე კვირაა თითქმის ყველაფერზე შედგა იქ საუბარი. წულუკიანსაც მოусმინეს, ვიღაცა გაბრაზდა, ვიღაცა მიღადავა ამაზე, მანამდე განათლების მინისტრს მოусმინეს და ასე შემდეგ და ეს ამხელა სკანდალი რომელმაც შეაზანზარა ქვეყანა ოჯახი არ დაუტოვებია საქართველოში, რომელიც არ დააფიქრა მინიმუმ რომ ყველას ეხება ეს უბედურება, რაშიც ახლა ცხოვრობთ, პასუხი არავის მოუთხოვია, არ მოუკითხია. მაშინ როცა პარლამენტს აქვს საგამოძიებო რესურსი არათუ დაიბაროს, არამედ გამოძიება ჩაატაროს და ამ ბატონებს, რომლებიც დღეს
მათ შორის თქვენ გიბარებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალების რაღაც საქმესთან დაკავშირებით აზრის მოსასმენად, იქით მოვთხოვოთ პასუხი, რატო გადაატრიალეს კონსტიტუცია და რატომ გადაატრიალეს სახელმწიფო წყობა, იმით რომ ყველა ადამიანს და ყველა პროფესიას შეუძვრნენ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით იქ, სადაც მათ არავინ ეკითხება და ამის უბლება არავის მიუცია საქართველოში, არც კონსტიტუციას და არც ხალხს. და როცა ისინი ამ შეტევის ობიექტები არ არიან დამსახურებულად კანონით, პარლამენტით, კონსტიტუციით, აი ისინი გადმოდიან შეტევაზე, რაც საკეთებია. იცით რა, შეტევაზე განმოსულ ადამიანს ყოველ შეიძლება დაუპირისპირო კონშეტევა. ეხლა ცოტა აი ამას ვაკეთებ ახლა მე მეგობრებთან ერთად და მე ვფიქრობ, უკანონობისადმი საუკეთესო გამოსავალი არის დამომორჩილებლობა. და გაიგოსა კიდევ ერთხელ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ეხლა თუ დააპირებენ ჩემი ძალდატანებით მიყვანას უბრალოდ ორი სულელური იდიოტური მაპატიეთ შეკითხვა დამისვან, ხო? და ისინი ჩათვლიან ამ შემთხვევაში მე ჩამთვლიან კანონ დამღვევად. მე არ ამგონია რომ მათი გეგმის მიხედვით წავიდეს ის პროცესი, რომელიც თითქოს ეხა იქ რაღაცა სულში დაიბადა და გაჩნდა. ეხა მათ ალბათ დანამდვილებით ეგონათ რომ მე ეხა დარეკვისთანავე გამოთქვამდი ზატყოფნას, ზარის მიღებისთანავე გამოთქვამდი ზატყოფნას იქ მისვლაზე, რაც ნუ პრაქტიკა ესეთი არსებობს. ანუ შეტევა გეთანხმებით, მაგრამ შეტევას ისეთი კონშეტევა დაუპირისპიროთ, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჟდეს. გადავიდეთ მაშინ კონშეტევების გებზე, იმიტომ რომ ეხა როგორც ეს ნაბიჯიც უნდა იყოს რაღაც ერთ-საერთო სტრატეგიის გადატრიალებული აქვს ახლა იმას რა ქვია სუს აქვს სახელმწიფო გადატრიალებული ნებისმიერ შემთხვევაში ახლა სახელმწიფოს გადმოტრიალებული აი ძალიან სწორი არანაირი პოლიტიკური კლასი უბრალოდ არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკური კლასი სუსია თავიდან ბოლომდე ხო ლილუაში ბატონო ბიზნესთან ალბათ რა თქმა უნდა ხო შეამბობდა რაღაცას საინტერესოს მე ხო და აი გეგმებზე უნდა და მგონი ეკო მივიდივართ იქამდე საბოლოო ჯამში მაინც რომ ხო რა საბოლოო ჯამში მივიდივართ იქამდე რომ რაღაცნაირად ეს ადამიანები ისე უნდა შევაშინოთ სახელმწიფო გადატრიალებით სუსი კი არ უნდა აშინებდეს ნიკამელიას ნიკამელია უნდა აშინებდეს სუს რა ამ ვითარებაში გაყალბებული არჩევნების მერე პირიქით უნდა იყოს ვეთანხმები შენამამას აქეთ წასასვლელად არის რაღაც სტრატეგია საჭირო რა იმიტომ რომ ეხლა სახელმწიფო გადატრიალება რა ხავერდოვან რევოლუცია მოდი ეს ტერმინი ვიხმაროთ ჩვენ რა როდესაც არჩევნებს გიყალბებენ ცხადია რომ მოსახლეობას აქვს ყველანაირი მორალური მათ შორის კონსტიტუციური უფლებაც რომ არ დაემორჩილოს ამას და გამოუცხადოს ხელისუფლებას რომ არ ვემორჩილები მე ამ ყალბ არჩევნებს და მოვითხოვ რაღაცა სხვას რა შენ შეიცვალე ვატარებ ახალ არჩევნებს. სხვადასხვანაირად გადაწყდეს, ანუ ეს ხო ისეთი რამე არ არის რა, აბსოლუტურად ყველა ხავერდოვან რევოლუციას გასამართლება არ მოყოლია, ზოგიერთ იმარჯვებს. ანუ პრაქტიკა ბევრნაირია. და ჩანს ამ ვითარებაში რომ იმისათვის რომ მოხდეს რაღაცა შედეგის მიღება, საჭირო არის ფართო გაერთიანება პოლიტიკური ძალების და არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, სხვადასხვა კიდევ პოლიტიკაში ჩართული აქტორებისას და რაღაცა ერთიანი სტრატეგიული ხედვა რა ხდება და აი ამ მიმართულებით თუ მიდის მუშაობა. კი, ნამდვილად და დაახლოებით იგივე კითხვა დამისვეს იმ გადაცემაში, რაზეც ანალოგიური დიახაც, მართლაც აქტ, იმიტომ რომ საპროტესტო მოძრაობა, როდესაც საუბრობთ ამ საპროტესტო მოძრაობას რესურსებით გაძლიერება ჭირდება, ყველა სახის რესურს გულისხმობ, ხო? იმისათვის რომ კონკრეტულ მოცემულ პერიოდში გახვიდე პიკზე. და არის ეს სტრატეგია ნამდვილად ამას არც უმალავდა არც დამიმალია მაშინ რაც სავარაუდოდ გახდა ახლა რა ვიცი ყოველთვის ინტერესი საგანი მათი მხრიდან ყველა საპროტესტო მოძრაობას უნდა ქონდეს შესაბამისი არაძალადობრივი პიკი ამ პიკამდე მისასვლელი გზა არის გასავლელი თუმცა არა ისე რომ უბრალოდ პიკის მომენტში გამოჩნდე და მანამდე არაფერი არ აკეთო ხო უნებრივია ბევრი მიმართულებით მუშაობთ ის რომ დღეს ის საქმე დღემდე ვერ ამოქმედეს რაც ჰქონდათ თაროზე შემოდებული მათ შორის მე ვფიქრობ საერთაშორისო ჩვენ მეგობრებთან ელჩებთან მუშაობის შედეგი იყო იმიტომ რომ საწყის ეტაპზე ვაღიარებ რომ არც თუ ისე უშედეგოდ ქართულმა ოცნებამ ნუ ეჭვი მაინც აღძრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში მართლაც ხომ არ აპირებენ სახელმწიფო გადატრიალებას აი საწყის პირველ დღეებში ამ საქმეს როდესაც კი რა იმიტომ რომ კომუნიკაციისას ხო იგრძნობოდა ხო გძნობდი ხო მესმოდა ხო ვიყავი ამ საუბრების მონაწილე მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი მათი მხრიდან დაგებული მახის
შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა, ამიტომ მათთვის ძალიან რთული იქნება ხორცი შეასხან იმ ბოდიში და სულელურ გეგმას. რამდენი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად და მათ შორის, რა თქმა უნდა, რაც ვახსენე, საერთაშორისო მეგობრები და საპროტესტო ახლებური ზოგჯერ ტალღებად აქციების აზვირთების მიმართულებას გულისხმობ. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი უშუალოდ ჩავთოთ ამ პროცესში. არ არის აუცილებელი ყველა ადამიანი გამოდიოდეს ქუჩაში და ტრანსპარენტი ეჭიროს ხელში. პირადად თქვენი ინიციატივით იყო კოალიციური თბილისის მმართველობა და ეს მიმართულება, ამ მიმართულებით თუ ცდილობთ, იმიტომ რომ მახსოვს ერთ-ერთი პირველი რაც პირველ დღეებში, როცა აი კრიზისი იწყებოდა, სტრატეგიული ხედვის კრიზისი, ასე ვთქვათ, რომელშიც ახლა შევედით ქვეყანა, მაშინ ამბობდით, რომ მიმართულება არის ცალსახარა, კიდევ უფრო მეტად გაფართოება კოალიციური მეტი პარტიები, მეტი ძირითადად ყველა პარტიასთან მე პირადად ჰქონდა კონსულტაცია და ვთანხმდებით მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, სამწუხაროდ ახლა ბევრი ოპოზიციური პარტია უბრალოდ აღარ არსებობს. ესეც სიმართლეა. ადრე უფრო ბევრი ვიყავით. ხო. სად წავიდა ეს ხალხი? ნუ არ არსებობს უბრალოდ. პარლამენტში შესულებს გულისხმობ თუ დაშლილებს? არა, პარლამენტში შესულ პარტიების ნაწილთან მაქვს ძალიან პარტნიორული ურთიერთობა, ხო, მაგრამ ნაწილთან არა მაქვს, ხა გულისხმობ ხა ალიგველისაშვილს და იაგო ხვიჩიას პარტიას, ახლა პარლამენტზე ვკითხეთ, მათთან ხა კომუნიკაცია არანაირი უბრალოდ არა მაქვს. მათ აქვთ თავიანთი ხედვა და საძი უცხადესია, რომ უბრალოდ არ აწყობთ ახალი არჩევნები და მათ აქვთ ამ ყველაფრის უფლება, რომ ამ გზით იარონ. და თუ რატომ არ აწყობთ ეს ადვილი პროგნოზირებადია? სხვა პატარა პარტიებს აწყობთ განარჩენებს ახალი არჩევნები. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ აქ მოხდათ, ეხლა რაც უნდა გასაკვირი იყოს, ინტერესების თანხმედრა. არის თანხმედრა თუ პირიქით? იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, ხო, ოპოზიციური, ხო? როდესაც ხარს უჭერთ დაბალი ბარიერის დაწესებას, ეს საინტერესო არის პატარა პარტიებისთვის. მაგრამ ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები. ხო. ანუ იმ ჩანაწერის მეორე და მესამე მოსმენით მიღება. ანუ აქ აი თანხმედრა მოხდა ინტერესების. ერთი შეკითხვა მაქვს. მაგრამ აქ მაიმუნობს ახლა ქართული ოცნება. კი, გასაგებია, რასაც აკეთებს აბსოლუტურად. არა, ქართული ოცნება აკეთებს შემდეგ რაღაცას. ახლა იქ არის ჩანაწერი ერთი, რომელზეც ბევრი ვილაპარაკეთ და ვიცით, ანუ შემდეგი არჩევნები ეს ფრაზა რო ამოიღონ. მაგრამ იქ არის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელზეც არ საუბრობენ. და რა არის ეს ჩანაწერი? იმის ამოღება უნდათ მეორე და მესამე მოსმენით რომ არ გავიდეს და რას უზრუნველყოფს ეს ჩანაწერი. თუ კი ზუსტად ისევე მივიღებთ მესამე მოსმენითაც რაც მივიღეთ პირველი მოსმენით და ახალი არჩევნები ჩატარდება 22 წელს, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2026 წელს, ანუ 4 წლიანი უფლებამოსილება იქნება არჩეულ პარლამენტს. მაგრამ აი მე ჩანაწერს თუ ამოიღებენ რომის ამოღებაც უნდა და არ საუბრობენ ჯერჯერობით, ხომ? ასეთ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების შემთხვევაშიც გინდა არ გინდა 2024 წელს უნდა ჩატარდეს არჩევნები და ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო-ბოლო თუ მოგვიწევს არც თუ ისი ჩვენთვის იდეალური რაღაცა ცვლილებების შეტანა, ეს ჩანაწერი მაინც ამოვიღოთ და მე პოლიტიკური გზავნილების რქვევა დავიწყოთ და საზოგადოებას უთხრათ 22 წელს არჩევნების ჩატარებას რა აზრი აქვს, როდესაც კონსტიტუცია გვავალდებულებს 2 წელიწადშივე ახალ არჩევნებს. რაღაცას რაც იცით რომ კობახიძე და მისი გუნდი რასაც გეგმავს. აი ყავთ ვინმე, ვინც გუნდის შიგნიდან თქვენს ინფორმირებას, ოღონდ ნამდვილი ამბებით ახდენს. მე არ გთხოვთ მის დასახელებას, მაგრამ აი ყავთ წყარო პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლების აი ამ წუთას რაც გითხარით, არც ესეთ ქართული ოცნების წარმომადგენელს საჯაროდ არ უთქვამს. მაგრამ ეს ერთ-ერთი ეს გეგმა აქვს რა. აი ერთ-ერთი ეს გეგმა აქვს, მთელი პროპაგანდის აწყობა, რომ გასაგებია ხალხო, რომ გთხოვთ არჩევნებს 22 წელს. ხომ არ გაგიჟდით, ანუ წელიწად ნახევარში კონსტიტუცია გვავალდებულს ისევ ახალ არჩევნების ჩატარებას და სადაც გვაქვს ამდენი ფული, სახელმწიფო ამ ყველაფერს ვერ გაუძლებს. იცით, მაგრამ კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ირჩევს 4 წლის ვადით. ასე გები, მაგრამ ისე არის გარდამავალდებულება, ანუ რა პირველი მოსმენით რაც მიიღეს, სწორედ ის ჩანაწერი
უზრუნო გასაგებია. გარდამავალდებულებაში. გასაგებია ამას თუ არა ამას თუ ამოიღებენ. არა ხომ არა ამ წუთას. ცვლილებებთან ერთად შეიძლება იგივე. არა გამორიცხული ამბავია ეს კონსტიტუციის გამორიცხულია. აი აქ სხვა კითხვებიც შემოდის. ერთი არის თქვენ რას ითხოვთ, რას მიიღებთ, როგორ მიიღებთ და მეორე ხართ თუ არა მზად. აი უცებ რომ ქართულმა ოცნებამ თქვას რომ იყოს 2022-ში ვადამდელი არჩევნები. არის თუ არა ეს თქვენს ინტერესში? ეს ვის ინტერესია ამ მოცემულობაში? სხვა შორის შეიძლება მოусმეთ, მაგრამ დროებაში ქონდა დღეს ძალიან საინტერესო ინტერვიუ ქართული ოცნების ყოფილ წევრთან. თქვენთან ერთად კოლეგა იყო წინა მოწვევის ბატონი შალელიშვილი. გეწოინება და საინტერესო იდეები და ვერსიებით მიმართა მას სწორედ ბიძინა ივანიშვილს ამ სიტუაციიდან გამოსავლად, აი ფაქტობრივად დროებითი მთავრობის კონტურები, რომ როტაციით გახარიან კვირიკაშვილმა ჩამოაყალიბონ კოალიციური მთავრობები, ჩატარდეს უფრო მეტად თავისუფალი არჩევნები და რომ პროსტრულად პროპორციული ბიძინა ივანიშვილმა ის ყველაფერი უზრუნველყოს და ამით დაიბრუნოს ის ძველი ავტორიტეტი, რომელიც მასთან დაკავშირებულ მოლოდინს განასახიერებდა, რომ ის გადგებოდა გვერდზე და მიცემდა დემოკრატიას გასაგანს. ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლები ყოფილები ყოველ შემთხვევაში ამის თაობაზე უკვე ღიადად საუბრობენ. მე მის თქმა მინდა და ნინო შეკითხოს ცხადია დაუბრუნდებით, რომ თავარი ერთ-ერთი პრობლემა, რაც არის თქვენის და ზოგადად კრიტიკულ ფლანგზე ყოფილი ოპოზიციური ძალების, ეს არის რაღაც გარკვეული ლიმიტი, რომელიც ასე ვთქვათ, ათვისებული იქნა და იმის სიკით გაფართოება ჭირს. და ამ დროს როგორც ოცნების, ასევე ოფცნების ყოფილი მომხრეების რიგებში არის უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელსაც უჭირს შეგუება აი ამ მუდმივ დაუმთავრებელ კრიზისთან და რაღაცა გადატვირთვა, რომ ჭირდება ამ ქვეყანას და მარტო პოლიტიკას კი არა, ყველასთვის ნათელია. აუტანელი სიტუაცია არის, ხო? ვითომ ეხლა დაწყნარდა შედარებით რაღაცა ისეთ სტრესში არა ვართ, ყოველდღიურად დაღამების და გათენების რო გვეშინო და რა მოხდებოდა არ ვიცოდით, მაგრამ ყველა ხვდებით რომ დიდად არაფერი შეცვლილა. ამიტომ ამ მიმართულებითაც შეიძლება რაღაცა ამ ტიპის ორიგინალური, არაორდინალური იდეების დრო დადგა, რომ სხვა ჯგუფები შემოვიდნენ პარტნიორებად. ხო, პირველ რიგში ისე რომ დავხუროთ ის საკითხი, ამიტომაც არანორმალურად არ უნდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში. ანუ არათუ სისტემა არ უნდა ასეთი რომ მიიღო. ჩემი მართლმადიდებლად უბრალოდ არ უნდა რომ არსებობდეს დემოკრატიული საშუალება ამ არჩევნების გზით რომ იცვლებოდეს ხელისუფლება და მე ამჯერად ხო თქვენ ბატონი ახსენეთ, მართლაც ამჯერა რომ იმ ხელისუფალის რეანიმაცია შესაძლებელია ოდესმე, ყოველ შემთხვევაში მომდენო განჭედად მომავალში, რომელიც თავიდან ბოლომდე დგას ხოლმე პოლიციურ ძალებზე. ამჯერა გიორგი, აი, უბრალოდ ამჯერა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. და ნინოს უპასუხობს ათქარ თუ არა. ბევრი სამუშაოა გასაწევით. დიახ, ძალიან ბევრი სამუშაოა, ერთის მხრივ უნდა გაძლიერდე შენ ინფრასტრუქტურულად, პარტიულად, საზოგადოებრივი მოძრაობებიც, რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ უფრო ზარდი უნდა იყოს და ამასობაში უნდა მართლა არყიო ის ბურჯები, რომელზეც დგას და ამ შემთხვევაში არის. აი ამ პირობებში 2022 ვადამდელი არის თუ არა თქვენს ინტერესში? ეს არის რაციონალური ვადა, როცა შეიძლება თქვენ მოიცადოთ სრულფასოვნად და აი ხა ჩვენ ყველამ ვიცით რომ გაცილებით მეტიც უნდა მოიგოთ არჩევნები, რომ მიიღოთ რეალური მოგების შედეგი, ხო? იმიტომ რომ როცა მიდიხარ ფულაში, იმ არჩევნებს იფორმებენ როგორც აგებულს, ეს არის თბილისის არჩევნებზე დაკლებად საუბრობ, იმიტომ ისეთი ikadres ბევრ სხვა ქალაქში და დღემდე კადრულობენ, ხო? მიუხედავად ყველაფრისა, ხა როდესაც მოქმედმა ადგილობრივმა ხელისუფალმა სულ რაღაცა 5%-ით მოახერხა გაქცევა, ხო? ანუ 50%-ს გადასცა 5%-ით. ხო, საბოლოო შედეგი დაფიქსირდა 55.1%. არა, ეცი რა ისეთ რა მინდა? მაჩვენებელია ეს ერთი შეხედვით, ასე რომ შეხედოთ საკითხს გესმით და თქვენ თუ კი გაგიშვებენ კიდევ ერთ არჩევნებს და კიდევ ცოტათი წააგებთ, მაინც წააგებთ, ეს იმას ნიშნავს. მინდა თქვენ რომ 2022-ში ახლა არჩევნები მოგცენ. ეს ვის ინტერესში შეიძლება იყოს? ქვეყნის მოსახლეობის ინტერესში. ეს ხომ არ არის შემთხვევით პირიქით ივანიშვილის ინტერესში და ახლა გიორგი ამბობდა რომ მისი მომხრეების წიაღშიც კი არის რაღაც განხილვები როგორც ჩანს რომ შემთხვევით ხომ არ ჯობს რომ აი ეს კრიზისი რაღაცნაირად გადააგოროს. ვადამდელი თუ რამე არ უნდა როგორც უტყვია შუბში ისე არ უნდა ეხლა ბიძინა ივანიშვილს ახალი არჩევნები მაგრამ ეხლა ის დისკომფორტია პოლიტიკურად. ეხლა რა უქმნის მას პრობლემას? იცით ეხლა სხვაგვარად ეხლა ედუარდ ჩავარდნაძე ეხლა მიშა სააკაშვილი უკვე სხვათა დარბაზში იყო შესული და კვლავ იმას კითხულობდა დაწერილ ტექსტს
20 წამით ადრე და არ იმჩნევდა ახლა ის რომ ქართული ოცნება ტელეეთერებში არ დადის და პირდაპირ ეთერში სადაც დადიან იქ არ საუბრობს რომ ჩვენ არ ვართ კარგ მდგომარეობაში ანუ თავიანთ თავზე ვარ საუბრობს იმას არ ნიშნავს ისინი არ არიან უმძიმეს მდგომარეობაში თავიდან ბოლომდე გადასული უბრალოდ პოლიტიკური დისკუსია პოლემიკა აღარ არსებობს თავიდან ბოლომდე ჩვენი მოწინააღმდეგე გახდა პოლიცია არა ხო და ნუ ამ ჩხუბში ეს არის ის სცენარი რაც მას უნდა რომ იყოს ის რომ ეს კარგად არის ამ უცხოეთი ციკლი განზრდის დაპატიმრებების თუნდაც პოლიტიკური ოპოზიციური თუ გაუვა რატომაც არა თუ კი გაუვა რომ ისტორიაში ასწავლოს რომ საქართველოს დაიწყო ომი რატომაც არა იცი მაგრამ ეს ამბარა ხო წლება საბოლოო ჯამში ხო ეს ისეთ სპირალშია შესული რეჟიმი საიდანაც ნუ მე დარწმუნებული ვარ რომ ვერ გამოვა და ეს აიტმედის ჩემი შეკითხვა იქით რომ თქვენთან არის გაცილებით მეტი დაკვეთა მეტი იდეების მეტი აქტივობის ვიდრე შეიძლება ეს ახლა ჩვენ რეალურად როგორც მოცემულობა გქონდეს აი ამას როგორ პასუხობთ იცით რა გასაგებია მე მომისმენია თქვენი გადაცემის სტუმრების ასე თქვათ ხაზი რომელიც სტარდება ხოლმე რომ ახალი იდეა უნდა შევთავაზოთ რაღაცა ნოვაცია უნდა გამოვირჩეოდეთ რეფორმატორული აზროვნებით ადამიანებმა დავარწმუნოთ რომ ჩვენ ბევრად უკეთესები ვიქნებით ვიდრე ხელისუფლება არსებობს მაგრამ იქვე შემოგიტრიალებ და რა ეს ყველაფერი პროცენტებს გაგიზრდის შენ თუ ის ბურჯი არ მოანგრიე რაზეც დგას და არა რა იდეალური პროგრამა რო დადო საარჩევნო და აღთქმდეს საზოგადოება ამ ლოგიკის რო გამოყვეთ მუშაობ თბილისში თქვენ ხომ კარგად იცით როცა ბოლო ორ კვირაში თქვენ ეს გააკეთეთ ეს იყო პოზიტიური დღის წესრიგი თქვენ კი მაგრამ არასაკმარისი ხო არასაკმარისი იყო ნამდვილად. ამიტომ მე მგონია რომ თუ ჩვენ ალაგეოვნებით ახლა ბევრი მაქვს რა ნაფიქრი ნამდვილად. ეს გვახსოვდეს რომ ყველას მოსაწონი პროგრამები ვერ დაიწერება და ბუნებრივია. ბევრი მაქვს ნაფიქრი რა. ყველას მოსაწონი არ არის საჭირო 5-6%-ით კიდევ რომ შენ ახლა აი ბელორუსიაში ლუკაშენკოს არჩევნებს ხო ვერ მოუგებ. ვერ მოუგებ რა. აი სახელმწიფოების ჩამოთვა მაგრამ რამდენიმე სახელმწიფო არჩევნებში ვერასოდეს ვერ მოუგებ. სანამ სისტემას არ შეასუსტებ ნიშნულად აი მიხელს რას ამბობთ რომ ჩვენ იცით რა იქნება არა თქვენ ამას უშვებთ რომ არა ამიტომ რომ მე გამოვრიცხავ რეალურ ცვლილებებს პირდაპირ გეუბნები და ჩემი ხედვა ყველაფერთან ერთად გეთანხმებით ეს ხედვებიც უნდა ასე თქვათ ტირაჟირდეს სიახლეც უნდა შეიტანო მაგრამ საპროტესტო ძვარ მოძრაობის გარეშე არ ჯერა აი აქ ამაქვს შეკითხვა ნიკა მესმის ამიტომ ჩემი დიდი ენერგია და რესურსი ჩემი როგორც ერთი პოლიტიკოსის ამ მიმართულებით დაიხარჯა აი აქ ამაქვს ვერავინ ვერ დამაჯერებს სუსი სანამ არის წაუქცეველი შენ წარმატებას მიაღწევ აი აქ მაქვს შეკითხვა ოღონდ ცოტა ხანი თუ გნებავ ცოტა ხანი ვფიქრეთ და მე მიპასუხებ სულ შეიძლება ახალი საქმე გაუჩნდეს რამდენად შორს ხართ წამსვლელი ან სად გაქვთ წითელი ხაზი მიშა მახსენა ხავერდოვანი რევოლუცია აი პირდაპირ გეკითხებით როდესაც ძალაუფლება არის უზურპირებული და ხალხს აქვს უფლება იმის რომ არ შეეგუოს ამ ამბავს აი ხართ თუ არა წამსვლელი ხავერდოვანი რევოლუციის ტიპის ქმედებაზე არის ჩქაროთ ეს კითხვა უნდა დაესვა ხვალ სუში რო დაიბარე და იმ კაცს არის ჩქაროთ და კი როდესაც საუბრობ იცით რა რომ აი ეს დაჯგუფებები რომელსაც მე პირადად ბოლო ხანს ძალიან აქტიურად ვეძახი ზონდერ პოლიციელების ჯგუფებს არის დასასუსტებელი ხო გვიწევს ეხა კონტაქტური სპორტი ხო არის კონტაქტურ პოლიტიკას ვაკეთებთ ახლა ჩვენ რა კონტაქტურ პოლიტიკას ვაკეთებთ ახლა და აქ ჩვენც წავიქცევით რა ამისთვის ზად უნდა ვიყოთ ამისთვის ზად უნდა ვიყოთ დროებით ამ ბრძოლას გამოითიშება მავანი მაგრამ სხვანაირად არ გამოვა რა თქმა უნდა მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ცვლილებები მოხდეს არაძალადობრივი გზით მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ ვიყოთ მიზეზის სისხლის ზღვრის და არ ვართ ბევრჯერ დავამტკიცეთ რა მიუხედავად იმისა რომ დანის პირზე დაატარებს ქართული ოცნება ელემენტარულად თავისი სამოქალაქო პრაქტიკულად რიტორიკით ოპოზიციის აქტიურობაზე ვახო ნამდვილად ბევრი ახალგაზრდა ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად პირადად ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩასართავი პროცესში მესმის აი ოპოზიციის აქტიურობაზე მინდა კითხვა აი ავიღოთ მაგალითად ნუგზარ ფუტკარაძის ამბავი. ამაზე ცხადი და ნათელი რა უნდა იყოს, რომ ძლავრი პროტესტი
ამოიქოქოს, ასე ვთქვათ. ადამიანი თქვენ ხომ ამბობთ, რომ ეს ადამიანი თქვენი თანამებრძოლი მოგიკლეს. კი ბატონო. მტკიცებულება არსებობს აუდიო მასალას, როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა. მე მაინტერესებს დღეს, გუშინ წინ, იმის წინ, რატომ არ იყო ბათუმში და არ არის ძლავრი პროტესტი. ეგ არის ეს ერთი. მეორე, დიახ, მადლობა ამ შეკითხვისთვის, ხო, ჩვენი ბათუმელი ადგილობრივი ლიდერები და არ მხოლოდ ადგილობრივი, 3 დღით თბილისში იყვნენ, ასე დავგეგმეთ მათთან ერთად და უშუალოდ თვითონ იყვნენ პრაქტიკულად ყველა წამყვან საელჩოში. გიორგი არა ვიცი და გვინდა არ გვინდა იცით უჩაც იყო მნიშვნელოვანი კომპონენტი მეტი რა უნდა გააკეთონ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიციელების თელეგუნდები ძალიან მნიშვნელოვანი სანამ მიმართულები ლიდერი მისი პარტიის წარმომადგენლებმა იჭიდავეს იქ სანამ თავიანთი მხარდამჭერების ოცნების მმართველობის სტილი არის ეს აქცია სადღაც მოდი გადავაგოროთ 1-2 დღე და მერე ყველას ავიწყდება. ეგ ჩვენი ერთ ჩემო ვახო მიიღებენ აქციას არა 2 და 3 და 4 წერტილში. აჰა კი ბატონო, ბევრ დაბატებით წერტილში და ვერანაირი სუსი უბრალოდ ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება არაძალადობრივი. და მართლა გასაშლელია ეს საპროტესტო მოძრაობა და გაიშლება. მე ვხედავ როგორ უნდა 80 მილიონი კალაზე მაჩხარებს. ბათუმში როდესაც ჩავედით, ვახო ბათუმში როდესაც ჩავედით, ნუ ყოველ შემთხვევაში 5 დღის 1 კვირის წინ მთელი იმერეთის პრაქტიკულად წამყვანი პოლიციური შენაერთები ყავდათ და აჭარის. ხო, არა. როდესაც კი ბატონო და ჩვენ ვიცით ჩვენც ვადევნებთ თვალყურს ჩვენი შესაძლებლობის ფაქტებში, სად როგორ გადაადგილდებიან ისინი და რამდენ ადამიანს უხმობენ ხოლმე. ჩვენ შვიდობიანი ძლავი პროტესტისთვის ემზადებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭუაშიც არ უნდა ვაჯობოთ. მე მგონია, შეიძლება ახლა ვიღაცისთვის მოსაბეზრებელი იყოს ეს ადამიანი რას ლაპარაკობს, მაგრამ ნუ არ დავითახები. ყავდა ზეგ დებატები რომ გაიმართოს, არ მჯერა, მართლაც არ მჯერა, რომ რეჟიმს შენ საუბრით, რეჟიმს შენ უბრალოდ რაღაცა იმითი დოქტრინებით, არ ვიცი, რაღაცა თეორიებით ამარცხებს. არ მარცხება, რა ვიცი. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნიკა ამ კონტექსტში. ბათუმი არ მინდა რომ სიმართლე არ ითქვას. 3 დღე ადამიანები იყვნენ თბილისში, ანუ მირდატ ხამადაძე, გიორგი კირთაძე, კუპრაძე და მართლაც ყველა ელჩი ნახეს მნიშვნელოვანი სანამ ძლავრი პროტესტი დაიწყება ბათუმში უწყვეტი მიმართულებით, თვითონ არავინ არ არის შეურაცხყოფილი. როგორც ის ახალგაზრდები ნამდვილად. მესმის, ზეგრო დაიწყება ეს უწყვეტი პროტესტი. უწყვეტი უნდა იყოს, უწყვეტი ხა არ მე არ ვეთანხმები ნამდვილად, იმაში განსხვავდება შეიძლება. არა, გადაბმულს არ გულისხმობ, შეიძლება ერთ დღეს სახლში წავიდნენ, მაგრამ მე ისევ გამოვებში არ ვეთანხმები ყოველ შემთხვევაში და ამაში აუცილებლად როდესაც დადგება, ხო? პროტესტი არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც უნდა გაათენო. არა, ამას არ გულისხმობ. ანუ ერთი აქცია კი არა, მერე 2 დღე. არა მარტო ბათუმში. აი, ახლა ერთ შეკითხვას დაგისვამთ კიდევ, როგორ გესახებათ მიხეილ სააკაშვილის გამოხსნა ციხიდან? თქვენი წარმოდგენა როგორია ამ საკითხზე? იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც აჩვენა ბრძოლა, როგორ უნდა, მათ შორის თავისი შიმშილობით და გამძლეობით. ახლა საინტერესოა, ვინც გარეთ არის, ის რას აკეთებს იმისთვის, რომ ის ციხიდან გამოიხსნას. ხო, ანუ მიხეილ სააკაშვილი გარეთ და მე ხელისუფლების ცვლილება ეს ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ცვლილება რეჟიმს აქვს მტკიცე წარმოდგენილი და თავისთავად ნიშნავს რეჟიმის ცვლილებას. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ან თუნდაც ჩემი გათავისუფლება არ იყო, ხო? მიხეილ სააკაშვილისთვის საკნის კარების გაღება ეხა ბიძინაშვილი იცის და ხელისუფლების და რეჟიმის დაუყოვნებლივი ცვლილება, ნუ რეჟიმ ჩეინჯი გარდაუვალია. გარდაუვალე ბევრი მიზეზის გათვალისწინები. მაგრამ ამასობაში იჯაკების საქმეზე 7-დან 11 წლამდეა სასჯელი, ანუ ხვდებით ხო ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს დიდი ხნით ციხეში ყოფნას, თუ კი გარეთ არ არის აქტიურობა. ხო, გარეთ აქტიურობა, იცი პირდაპირ ივანიშვილი არჩევნებიდან არჩევნებამდე ზუსტად იმ მეთოდებით აქტიურობა, როგორც 2020-ში მოდა 21-ში მოდა. გარეთ აქტიურობისთვის არ არის და არ ვეთანხმები რა საჭიროდ. იმიტომ რომ მე ხა ვიღაცის გული მოვიგო და უბრალოდ იცით რა 1 საათით ადამიანები ვაყვირო შეძახილებით და ვაი ხო ჩაატარეს ეხა აქცია, ხო
შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი არ ხო მე ზად ვარ კრიტიკისთვის ნების მე მაგ ჩემი ხედვა უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ დიდი გამარჯვებები არ მოდის მოკლე ვადაში არ მოდის და ჩვენ რომ დაგვეშო და ძალიან ახლოს ვიყავით ახლა და ამ შეცდომების დაშვებასთან არ სიმართლეს გეტყვით მე 1 საათი დაგვიანებით ჩავედი 8 ნოემბრის აქციაზე 8-ზე იყო და პრაქტიკულად 9-ს უკვე 10 წუთი იმიტომ რომ თავში რამდენიმე აზრი მიტრიალებდა რა უნდა გამეკეთებინა მაგრამ არ ვფიქრობთ რომ ეს არ დაგიმალავთ ძალიან და მადლობა ღმერთს ის გადაწყვეტილება მივიღე რომელიც მივიღე ჩემთვის რთული იყო ძალიან როდესაც 2 საათით ადრე შენ გაიგე რომ ადამიანი რომ მოიტაცეს ისიც ვერ გაიგებ ვერტფრენი წაიყვანეს მანქანა წაიყვანეს საწაიყვანეს არ გვეუბნებოდნენ 1 საათი დაგვიანებით ჩავედი და საერთოდ სხვა გადაწყვეტილება მქონდა 40 წუთით ადრე ასე თქვათ მიღებული და მე ვიცოცხლში მოტათბირების შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება რაც მივიღე და მადლობა ღმერთს ეს გადაწყვეტილება მივიღე და არც მე ვიждდებოდი აქ ძალიან ბევრი ადამიანი და ასობით ადამიანი დღეს დაპატიმრებული იქნებოდა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თეორიული შანსი არ იქნებოდა მომდევნო 6 წელიწადში ამის გარანტიას მეთანხმებით თუ არა მართლა თეორიული შანსი არ იქნებოდა იმაში მეთანხმებით თუ არა ნიკა რომ ხელისუფლებამ გასწირა სააკაშვილის სიკვდილისთვის პრაქტიკულად ისე იქცეოდა რომ შესაძლოა ადამიანის სიკვდილი დამდგარიყო ანუ მე უფრო სხვა რაღაცა მგონი და უცნაური ცნობები მოდის ხო აი ხა რაღაც მედიკამენტებთან დაკავშირებით ის თუ დიდი ხნით ჩარჩება სად არის იმის გარანტია რომ კიდევ რამეს არ დაუგეგმავენ ციხეში აბსოლუტურად ეჯგარეშია რომ მიხეილ სააკაშვილს არ მოუწევს ციხეში დიდხანს გაჩერება. უბრალოდ შეუძლებელია, თანხმობაზე საუბრობდით აქ თავში ოდნავ ხო შუაში. ნუ შეუძლებელია თანხმობაზე ისაუბრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია ეს ერთი და რეჟიმი ამწნეხს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც აზრითებს შიგნიდან და გარედან, რომელიც სახეზე იქნება ვერ გაუძლებს ვერც ერთი რეჟიმი, გინდ ქართული ოცნება დაარქვი და გინდ რუსული ოცნება დაარქვი. უბრალოდ ვერ მოხერხდება, მით უმეტეს ახლა თქვენ წლებზე საუბრობთ. მაგრამ აი დავასრულებ თუ შეიძლება არ მილაპარაკია, პირველად ვამბობ თქვენს ეთერში 40 წუთით ადრე საერთოდ ამ გადამოსახედიდან წუნდები ეს იქნებოდა ემოციური გადაწყვეტილება. მაგრამ კაცს ვერაფერს ვერ მოუტანდი, იცით? ვერც ამ ქვეყანას რთული იყო ჩემთვის ძალიან რთული იყო იმიტომ რომ ნუ არც შეუძლებელი იყო ერთად დავიგვიანე ხელისუფლების გათვლა ალბათ როცა ეს 2 საათი ადრე გავა მიხეილ აი მაშინ ჯერა და მე პროვოცირებს ელეგიდევას მიშას წერილი და ზუსტად რომ მოვიკითხე აი მაშინ მართლაც აი 6 წელი იქნებოდა მოსა 6 წელს მოახტევიდნენ ანუ რას გადავჭით რეალურად რომ გავანალიზოთ 6 მე ასეთ სცენარის გავითარების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის თავიდან ბოლომდე ვადის მოხდა იქნებოდა გარდაუვალი და მასთან ერთად ნუ პრაქტიკულად ყველა ლიდერი ვინც ვიყავით ნუ ჩემზე საერთო საუბარი არ არის უბრალოდ სისხლი დაიღრებოდა გვამები იქნებოდა იმ დღეს რუსთაველის გამზირზე გვამები იქნებოდა და ამის ავტორი ერთ-ერთი ვიქნებოდი მე. და თქვენ როგორ გონიათ მიხეილ სააკაშვილთან ან საკანში, ან მოსანახულებად, ან გვარამია შეუშვებდნენ, ან პირად ექიმს შეუშვებდნენ, ან რომელიმე და თავიდან ბოლომდე მოაქცევდნენ ადამიანს იზოლაციაში უკვე ლეგიტიმურად. მე მგონი არ არის რომ ის ადამიანი ატრიალებდა სახელმწიფოს ციხიდან, რასთანაც დაკავშირებით თუ არ ვწდები 10 დღით ადრე ბრიფინგი მოგვიწევს. მე მგონი არავინ არც ამ მაგიდასთან და არც გარეთ პოლიტიკურ სპექტრში რომელიც არ ამართლებდა თქვენს ამ. არა, ჩემზე კი არა მაქვს საუბარი. არა, მე მაინტერესებს წერილი რატომ მიწერეთ სააკაშვილს ადამიანს რომ სხვანაირად მე ვერ შევდივარ, ბატონო? ეს განუმარტეთ რატომ მიიღეთ? არა, ნუ ადამიანს ხომ აქ ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მეგობრული კოლეგიალური მიწერ-მოწერ რამდენადაც შესაძლებელი ხო გვაქვს და ამაზე ბევრს ვფიქრობ, იცით? რეტროსპექტივაში უკვე მეძება ამის შესაძლებლობა, მაგრამ ხო შეიძლება ეს ყველაფერი სხვაგვარად გაგვეკეთებია. სხვაგვარად გაგვეკეთებია, ამას საჯაროდაც უსაუბრია თავადაც. რა თქმა უნდა, საღიაზრი იყო, მაგრამ რთული იყო, არ დაგიმალავთ. რთული იყო ძალიან. საინტერესო. მე ასეთი რთული. საინტერესო რაღაც გააჟღერეთ ახლა ნიკა, ჯერ რეჟიმ ჩეინჯი, მე სააკაშვილის ეს ფორმულა. სამ წუთში უნდა დამშვიდე. მნიშვნელოვანი ამბავი არის, იმიტომ და ამ ფორმულაზე, იმიტომ რომ ცირა მე ბევრად უფრო ფართო გაერთიანებას ვხედავ, ბევრი სხვადასხვა ბევრად უფრო ფართო გაერთიანებას ვხედავ ამ ფორმულაზე, ვიდრე პირიქით ფორმულაზე. კი, თუ ერთობა არის აქ ნახეთ რა არის კიდევ როდესაც ხელისუფლება დარწმუნდება
რომ ჩვენ არ ხუმრობთ და ძალიან წყობრი, დისციპლინებული, ორგანიზებული ნაბიჯები იდგმება ჩვენი მხრიდან და ეს პროტესტი იზრდება და იზრდება. აი აქ ხო. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხიც უფრო რეალისტური ხდება, მანამ სანამ ბოლომდე ეს ფორმულა რომ ჯერ რეჟიმის დამარცხება და მერე სააკაშვილის თავისუფლება ამას მოყვება. ეს ადამიანები ხა 20 იუნის რა არის პასუხი? ეს ადამიანები ახლა ცდილობენ მაქსიმალურად აქტიური ადამიანები დააკავონ. იმიტომ რომ იციან, როგორც ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ, რომ გარდაუვალია პიკი საპროტესტო მოძრაობის. 20 ივნისს ირაკლი ოქროშვილი რაშუაში იყო, ხო? ხო. ირაკლი ოქროშვილი უბრალოდ იყო ერთადერთი ადამიანი, მე რამდენიც მოხდა, რომელიც რაღაცნაირად აი ბევრ მეგობართან ერთად იყო, გესმით, აქციაზე. და ტოვებდა საბჭილებას აი ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ჯგუფისა. იმიტომ რომ ეს რესურსი მას ჰქონდა, მეც ახლა არანაირი ურთიერთობა მანამდე მასთან არ მქონია, დაახლოებით 20-25 ადამიანთან ერთად იყო აქციაზე. და ასე გადაადგილდებოდა ორგანიზებულად. და ქუჩა მისი ძლიერი მხარე არის სხვა პოლიტიკოსთან შედარებით და გათიშეს მხოლოდ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე. ახლა ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის რამე თუ იციან და მეც რომ მათ ადგილზე ვიყო არც ვამტყუნებ ამ ნაწილში, რომ პიკი ნამდვილად ან კულმინაცია ამ საპროტესტო მოძრაობას ექნება. ეს ტალღებად აქციები გაგრძელდება, მაგრამ ერთჩვენია დღეს პერიოდი კვირეული იქნება თუ 10 დღე პიკზე გავალთ ნამდვილად რა და იმ დროისთვის რაც შეიძლება მეტი აქტიური პოლიტიკოსი ან წევრი უნდა თუ იყოს განეიტრალებული. აი მაგალითად ბაჩო თამლიანი ხო ადამიანი. ნუ მოახერხეს განეიტრალება, ხო? არაძალადობრივ საპროტესტო აქციაში ძლავ, როდესაც ბაჩო თამლიანისნაირი ადამიანი ძალიან რესურსულია, პირდაპირ გეუბნებით. ძალიან ეს გათიშეს და 14 ადამიანი გათიშული ბაჩოს ჩათვლით, ხო? ანუ თქვენი დაკავებაც არის. მე ჩემზე არ ვსაუბრობ, საბაბს თუ მიცემ, რა თქმა უნდა, ისინი სიამოვნებით. საბაბი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეხა თუით მოძრაობა დღის წესრიგში ჩაჯდება, ნიკა, როცა დაიჭერენ ვიღაცას, ეს შეგვიძლია ჯაჭვურად არა მარტო ნუგზა ფუტკარაძე ახსენეთ, ხო, ნუგზა ფუტკარაძის რომს გვინდოდეს მივიწყება, არ იქნება მივიწყებული და ვერ იქნება. ნუგზა ფუტკარაძეს ღვიძლი და არის ამავე დროს საკრებულოს მოქმედი წევრი ბათუმში. ბათუმში ორ თავარ საარჩევნო ოლქში კენჭი იყარა მაჟორიტარად ნუგზარ ფუტკარაძე და მისმა დამ ნაზი ფუტკარაძე და ორივე მოიგო. და ნაზი ფუტკარაძე დღეს არის მოქმედი საკრებულოს წევრი. ყველანი რო გავჩერდეთ, ნაზი ფუტკარაძე არ გაჩერდება. ან ვინ მოგცემს გაჩერების შესაძლებლობას? ეს ხო, ანუ ღირსების საკითხიც არის და სინდისის და ნამუსის. ეხლა ცოტა რაზე შევშინდი იცი ეს ხალხი ვინც მივიდნენ ხო იცია რომ დაძმა არიან იქ საკრებულოში შესული და ამას ეუბნებია რომ კაი ოკეი პარტიას უღალატო ქვეყანას უღალატო ოჯახის წევრს დამორიცხულია ის ხავით აი კრიზისი რატო შეიქმნა ბათუმში ხო 17-ზე არის ეხა ოპოზიციური ხმები არა 19-16-ზე იყო დამთავრდა არჩევნები 19-11-ზე აი პირდაპირ სუსი ხო არის ძალაში ანუ ძალაში როგორ ნუ ძალ მომრეობითი რაღაცა უწყება ხო ყველა და მოვიდეთ ბათუმი 19-16-ზე აი გავერთიანებული 19-16-ზე დამთავრდა ჩვენ სასაგებოდ ოპოზიციის და სუსი რომ იქ არის სადაც არის ხო 17 და ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე. ზუგდიდში ხა ის მანდატი, როდესაც ასე თავხედურად წაგვართვეს გახსოვთ, ხო? პირველტურში მოგებული რომ დამარცხებულად გამოაცხადეს, ხო? 22 წევრი ვართ ახლა ჩვენ მარტო ნაციონალურ მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოში და 20 წევრი არის ქართული ოცნების. ხო? ამიტომ უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, მათ შორის გახარიეს პარტია ბატონო უნდა საჯაროდ ხა მართლაც ჩვენს მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები, იმიტომ რომ იქ სადაც შესაძლებელია და 6 ოლქია ასეთი რომ საკრებულო იყოს ოპოზიციური, ხო? თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ოპოზიციონერი ჩარდეს სავარძელში, არა, იმიტომ რომ ფული აღარ მოაპარიოთ, ხო? 3000 თანამშრომელი მუშაობს ზუგდიდის მერიაში. და 800 თანამშრომელი წალენჯიხის, იცით? ხო და ეხლა როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ჯამურად მეტი ხმა და აყალიბებს შენ საკრებულოს, რას უშვები, იცით? მაგათად ეგრეთ წოდებულ ნახვაწას ან იმ რა ქვია მეგის ხარდავას მოადგილე ჩიკოვანს იმაში რა ქვია ბათუმში
არც ერთ იმ პარტიულ აქტივის, რომელიც სამსახურშიც კი არ არის, ასობით არის, იქ აღარ აჩერებ. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, როდესაც ოპოზიციონერია და ყველაფერს აკონტროლებს, ხომ? რეალურად შენ უღებ და უნგრევ იქ პარტიულ ინფრასტრუქტურას, იქ სადაც მათ არ უნდა ქონდეთ პარტიული ინფრასტრუქტურა. ასეთ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გახარიას პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საკრებულო იქნება ოპოზიციური და საკითხი არ დადგება, რომ ვიცით რა ვიყო მე საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ მოდით მოადგილე იყოს ქართული ოცნების წევრი. ჩვენ თანამდებობები კი არ გვინდა ეხლა საკრებულოში. ჩვენ გვინდა რომ ოპოზიციამ წესრიგი დაამყაროს. გაჟღერდა ეგეთი ვერსია, რომ გახარიამ მიიღოსო საკრებულოს თავმჯდომარეობებიო და ქართულ ოცნებას ამაზე არ გამოვიდა, მე არ გამოვიდა. იგივე შეთავაზებად არ გამოვიდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციური იყოს საკრებულო. წარმომადგენლობითი ორგანო, ხო? ნამდვილად. დარწმუნდით გახარიას მიმართ. ხარ ჯერჯერობით არაფერი არ არის გარკვეული, პირველი დაგერკვევია? ხო, არაფერი არ არის გარკვეული, მაგრამ მე იმედი მაქვს. მე მინდა განჯობსავ ესოფერი ქართული ოცნებისგან თუ მიიღო გახარიამ თქვენგანაც შემოგადგენლებიც მნიშვნელოვანია ჩვენ ახლა ადრე თუ მოგვიწევს რაღაცა სახის კონსულტაციების გატარება, ხო? მე ვფიქრობ, ჩვენთვის მისაღები არის უმრავლეს ასეთ ოლქებში თავმჯდომარე საკრებულოში არ იყოს ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ იყოს აუცილებლად ოპოზიციონერი, მაგრამ სხვა ყველა წამყვან რგოლებს სათავეში ჩაუდგეს ასევე ოპოზიციონერი. იმიტომ რომ არ მოვაპარიოთ მაგალითად ფული ისე როგორც იპარავდნენ წლების განმავლობაში. ნიკა, თუმცა ზუგდიდში ქართულ ოცნებასაც აქვს დრო და ბათუმში გამოკლებულ ადგილზე ქართული ოცნება ეცდება რომ მთელი რესურსი ჩადოს და მოიპოვოს ის მე-18 ხმა. ასე რომ ძალიან იგი მადლობა. მოკლედ როდესაც დავანოსებთ იმ რაღაც სიტყვა რო იხმარეთ რა დაგვატიჟებთ რომ ავერდოვანი რა თქვი? თქვენ რო არ იხმარეთ და მე რო ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას და საჭიროა ასეთ დისკუსიების გახსნა. დიდი მადლობა. სხვა ლიდერებთან ერთადაც ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ, დავბრუნდებით ნინო ჯანგირაშვილთან ერთად და მედიის წინაშე არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ, რომელიც იმ დიდი საერთო სატკივარის ნაწილია, რასაც ქვეყანაში ავტორიტარული მიდგომების გამოვლინება ქვია, დროებით დაგემშვიდობებით და მალე შევხვდებით.